ტყუილია, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი ამ ხრივ DRG-ს მაღალ ფასებთან არ აქვს. ეს DRG მოქმედი DRG-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია. ეს არის ტყუილი. საგადასახადო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ყველა პროდუქტს გაკეთვისას ემატება ეგრეთ წოდებული DRG-ს გადასახადი, ანუ 18%. რეალურად ყველა პროდუქტის ფასის მეხუთედი არის ეს გადასახადი. ეს იცის ყველა ბიზნესმა, მარკეტმა და ადამიანმა. მაგალითად, როდესაც თქვენ ყიდულობთ 10 ლარიან კარაქს, 2 ლარი მიდის პირდაპირ ბიუჯეტში, ზუსტად ამ გადასახადის გამო. როდესაც კობახიძე გამოდის და ადარებს ევროპულ ფასებს, ქართულ ფასებს, მან DRG-ს გადასახადიც უნდა შეადაროს, რომელიც ევროპაში პირველად პროდუქტებზე 4-5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. DRG-ს გაუქმება ხვალვე შეუძლიათ, რაც ფასებს 2-3 ლარით შეამცირებს. მაგრამ ეს არ უნდათ. ქართულ ოცნებას ურჩევნია, რომ თვეები გვალოდინონ, სანამ დაასრულებენ თავის ეგრეთ წოდებულ გამოძიებას. რეალურ ცვლილებებს კი არ ახორციელებენ, რადგან შემდეგ შეუმცირდებათ ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული და ვეღარ შეძლებენ შეიძინონ ძვირადღირებული საათები, სახლები თუ მანქანები. ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ წლების წინ გაძვირებული პულის ამბავს იკვლევდნენ და ვერაფერი გამოიკლიეს. ზუსტად იგივე მოხდა, როდესაც დაგვპირდნენ, რომ მედიკამენტებზე ფასების შემცირდება. ეჭვი მაქვს, ახლაც ზუსტად ასე მოხდება.